საგარეჯომ კადეტ მოჭადრაკეთა პირველ რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით ტურნირში, სადაც კახეთის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და 3 მედალი დაისაკუთრეს. პრიზიორები გახდნენ ანდრია დულარიძე, რუსუდან ჯანაშია და მარიამ დათუაშვილი. საგარეჯოში ჩატარდა ტურნირი, 2 დღეს მიმდინარეობდა, შაბათ-კვირა ქონდა, ახლა შაბათ-კვირა ტურნირი. ძალიან ბევრი მოჭადრაკე მოიყარა თავი, ეს იყო ასაკობრივ ჯგუფში. იყო 8 წლიანები და 12 წლიანები, რაღაც 50 მოჭადრაკე იყო, ჩავატარეთ შვეიცარიული სისტემით ასაკობრივებს შორის, გოგონები ცალკე, ბიჭები ცალკე, ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ტურნირი. ჩვენ გურჯაანმა ავიღეთ მეორე და მესამე ადგილი, პირველ ადგილზე პირადში გავიდა საგარეჯოელი ბავშვი. შედეგი ნორმალური არის, ჩვენ ტრადიციულად უფრო მაღალი შედეგები გვაქვს ხოლმე, ხშირად და თითქმის ყოველთვის პირველ ადგილზე გავდივართ და ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი ბავშვი გამოჩნდა, რომელიც თბილისის ჩემპიონიც არის და ამ ბავშვმა ლოლაძე არის ძალიან კარგად ითამაშა ჭადრაკი და გაიმორჩა კარგად ითამაშა. ჩვენმა პატარა ბავშვმა 8 წლის ანდრია დულარიძემ მან მხოლოდ ერთი პარტია წააგო, დანარჩენი მოიგო და საპატიო მეორე ადგილი დაიკავა, რომელიც ითამაშავს უკვე საქართველოს ფინალში და იქაც გამარჯვებული თუ იქნება საპრიზოზე გავიდეს. მომავალში ითამაშებს საზღვარგარეთ, სოფლიოზე, ან შესაბამისად ევროპაზე.